Ჩვენიერი. დავიწყოთ მაშინ პრეზენტაცია, რაც დღევანდელი დღისთვის მომზადეთ. დღეს გვაქვს საოლიმპიადო კურსის მეორე ვერსიის, მეორე წლის პირველი ლექცია. და მოკლედ დღევანდელი ლექციის მიზანია, რომ თქვენ კითხვებს პასუხი გავცეთ, მოგიყვეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რა ფორმატით ვაკეთებთ, რა არის ამ ყველაფრის მიზანი, რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ხო, რაც თავარია, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, რაც შეიძლება თქვენ გქონდეთ, იმიტომ რომ წარმომიდგენია, რომ ძალიან ბევრი კითხვა გაქვთ. კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ეს კურსი დაიწყო იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები მოვამზადოთ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, სასკოლო ოლიმპიადისთვის, რომელიც დაიწყო 2 წლის წინ, 2024-ში. IOI, რაც არის International Olympiad of Artificial Intelligence. ეს თუ თქვენ გაგიგიათ მსგავსი ოლიმპიადები, როგორიცაა საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადა, ინფორმატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ესეც არის მსგავსი ოლიმპიადა, ოღონდ რა თქმა უნდა, დიდი აქცენტით მანქანურ სწავლებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მათემატიკაზე. 2026 წელს ჩატარდება ამ ოლიმპიადის მესამე ვერსია. პირველი ჩატარდა ბურგასში, ბულგარეთში. ფორმატიც სხვანაირი იყო და მაგალითად მოგიყვებით. მაშინ საქართველოს არ მიიღო მონაწილეობა, ვიცოდეთ, მაგრამ გადავწყვეტ, რომ უფრო ისეთი გზა აგვერჩია, რომელიც არის მთლიანი კურსის გავლა და ისე მომზადება და არა, რაც 2 თვით ადრე გაგებულ ოლიმპიადაზე გასვლა, დაგვეძვერა რა სიტუაცია. შემდეგი უკვე ჩატარდა წელს პეკინში, ჩინეთში, ბეიჯინგში. და აქ უკვე საქართველოს მიიღო მონაწილეობა და ჩვენმა ნაკრებმა მიიღო შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება და საპატიო სიგელის, რაც პირველად მიღებული მცდელობისთვის არის ძალიან მაგარი შედეგი იმის ფონზე, რომ იქ იყვნენ ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორიც არის პოლონეთი, ჩინეთი, სინგაპური, რუსეთი და ასე შემდეგ. 2026 წელს ჩატარდება აბუ-დაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, იქნება ეს თარიღიც ცნობილია 2 და 8 აგვისტო. თუ გადავამოწმე და თუ შარშან იყო ეგეთი მდგომარეობა, რომ ვინც გადიოდა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე, ემთხვეოდა თარიღები ძალიან ისე იყო, რომ ბოლივიაში ტარდებოდა ინფორმატიკის ოლიმპიადა და როცა მთავრდებოდა მეორე დღეს იწყებოდა ჩვენი ოლიმპიადა ჩინეთში და ლოჯისტიკურად ძალიან რთული იყო, რომ ადამიანს ბავშვს ორივეგან მიიღო მონაწილეობა, მაგრამ წელს გადავამოწმე და ახლაც დაახლოებით ეგეთი შემთხვევაა. თქვენ გვაქვს 2 და 8 აგვისტომდე, ინფორმატიკა არის 9 აგვისტოდან თუ 10 აგვისტოდან, მაგრამ განსხვავება ეს არის, რომ აბუ-დაბიშია ჩვენი ოლიმპიადა და უზბეკეთშია ინფორმატიკის ოლიმპიადა, რაც ბევრად უკეთესია ვიდრე ბოლივია და პეკინი. ამიტომაც თუ ვიღაც მათემატიკაზე შევამოწმდა ჯერ თარიღები არ დევს, როდის იქნება, მაგრამ უფრო ივნისშია ხოლმე ან ივლისში, ამიტომ აგვისტოზე არ უნდა ვიდარდოთ დიდად. ამიტომ თუ ვიღაც ხართ აქ, ვინც ფიქრობთ, რომ გახვიდეთ სხვა ოლიმპიადაზე, წესით არაფერი პრობლემა არ უნდა გაგირჩეთ 2 ოლიმპიადაზე გასვლას. ხო, ვინმე თუ კითხვა გაქვთ, ხო, ჩატში მოიწერეთ, ან ხელი აწიეთ და არ არის აუცილებელი რომ დაელოდოთ სანამ მორჩები გავლას, ნებისმიერ დროს რამე კითხვა გექნებათ, დასვით. კი ბატონო. რა არის ახლა ამ ოლიმპიადის ფორმატი? IOI არის ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ოლიმპიადა, რომელიც ტარდება ინდივიდუალურად. ამას ხაზი უნდა გაუსვათ, იმიტომ რომ არის ოლიმპიადები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ გუნდები. მაგალითად IYPT, IYNT და მსგავსი ოლიმპიადები არის კიდე რობოტიკის ოლიმპიადები, სადაც მონაწილეობას იღებენ გუნდები. ეს ოლიმპიადაც პირველად როცა გააკეთეს პირველ ვერსიაში იყო გუნდური ოლიმპიადა. ხოლო წელს და მომავალ წელს ჩატარდება როგორც ინდივიდუალურად. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი არის, რომ აქ თუ წარმატებას აღწევ გუნდურად, პრესტიჟულად ნაკლებად ჩანს და რაც ისეთი, რომ ეს ოლიმპიადები, თუ იმეს არ გაგიგიათ, ეს საერთაშორისო ოლიმპიადები, არის თქვენი შეიძლება გახდეთ თქვენი სავიზიტო ბარათი და თქვენი ასე თქვათ ნაბიჯი ისეთ უნივერსიტეტებში მოხვედრაზე, როგორიც არის MIT,
ჰარვარდი, სტენფორდი, ოქსფორდი, ვინც აღწევენ წარმატებას ასეთ ოლიმპიადებზე, ძალიან მალევე იწყებენ სწავლას ძალიან მაგარ უნივერსიტეტებში. სკოლის სახში ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რასაც შეიძლება გაგვით მიაღწიო საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებით, არის მსგავსი ოლიმპიადების ფორმატი. ოლიმპიადებზე გასვლა და შედეგის დადება. და საქართველოს ნაკრების წარდგენა. ახლა ცოტა ოდენი ინფორმაცია ამ ოლიმპიადაზე. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობს 80-ზე მეტი ქვეყანა და 300-ზე მეტი მოსწავლე. ზოგ ქვეყანას ამ ოლიმპიადაზე ქვეყანას შეუძლია წარადგინოს 1 ან 2 ნაკრები. ჩვენ შემთხვევაში შარშან წარვადგინეთ 2 ნაკრები და წელსაც გვეგვაქვს რომ 2 გუნდი წავიყვანოთ. თითო გუნდში არის 4 მოსწავლე. ეს გუნდი კი ვახსენეთ, მაგრამ კიდევ გავუსვამთ ხას, რომ ეს არის უბრალოდ დელეგაცია. ანუ ამ 4 ადამიანს ქვია პირველი გუნდი, მეორე ადამიანს მეორე გუნდი, მეორე 4 ადამიანს მეორე გუნდი. ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად იერარქია იარსებებს ან შედეგებზე რამე გავლენას იქონიებს. არა, ეს არის უბრალოდ 2 გუნდა დაკომპლექტებიან ბავშვები. და ხო, ანუ ინდივიდუალურია და წარმატებას უნდა მიაღწიონ ინდივიდუალურად ბავშვებმა. ოლიმპიადაზე მოსწავლეებს მოგიწევთ, რომ 2 დღის განმავლობაში ამოხსნათ ჯამში 6 ამოცანა, 3-3 ამოცანა და თითოეულ საოლიმპიადო დღე გრძელდება 6 საათი. ან თქვენ გექნებათ 3 ხელოვნური ინტელექტის ამოცანა, რომელიცაც გექნება დრო ზუსტად 6 საათი რომ გავუმკლავდეთ. რატომა ეს საინტერესო? რატომ გავუსვი ამას ხაზი? განსხვავებით თქვათ სხვა ოლიმპიადებისგან, როგორც არის მათემატიკა, ინფორმატიკა. ეს ოლიმპიადა არის ძალიან რეალურ ამოცანებზე დაყრდნობილი. რა თქმა უნდა, ინფორმატიკაში და მათემატიკაში ხსნით ძალიან საინტერესო ამოცანებს, მაგრამ ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე ამ ოლიმპიადის ამოცანა ერთ-ერთი შეიძლება გადათარგმნო რამე სტარტაპის იდეად, კომპანიის იდეად, ან გადათარგმნო რაღაც კვლევის საწყისად. მაგრამ ამ ოლიმპიადაზე თქვენ მოგიწევთ ჩვენი კურსის ფარგლებშიც ცხადდება, ჩვენი კურსის მიზანია რომ ამ ოლიმპიადას მოემზადოთ. ამ კურსის ფარგლებში და ოლიმპიადის ამოცანების სტილში თავისთავში დევს რეალურ სამყაროსთან მიახლოებული ამოცანების ამოხსნა. მაგალითად, ისეთი ამოცანების, როგორიც არის სატელიტიდან გადაღებული ფოტოს აღება და მასზე იმ პიქსელების მონიშნა, სადაც წვიმაა. ან მაგალითად, განსაზღვრო ჩატბოტის მიერ გენერირებული ტექსტი ჰალუცინაცია თუ არა, ანუ რამდენად არის ეს ტექსტი სწორი. ან მაგალითად, ფოტოზე გაქვს მონეტები დაყრილი და უნდა დათვალო ჯამში რამდენი ლარია მონეტა, რამდენი ლარია ფოტოზე. ან რაღაც გადავუღო ფოტო ფერმაში არსებულ ცხრებს და დათვალო რამდენი ცხვარია ამ ფერმაში, ხო? სიტყვაზე. ანუ ეს არის ისეთი ამოცანები, რომლებიც დღეს არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი. ყველა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თემა გახდა და რამდენად ყოველდღიურობაში შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ამ ოლიმპიადის მიზანია, რომ სწორედ ეს წაახალისოს და თქვენ თანატოლ ბავშვებს მიცეს ასპარეზი და საშუალება საკუთარი ცოდნა გამოავლინონ. ჩვენი მიზანიც ამ კურსით არის, რომ გავიაროთ ყველა ის მასალა, რასაც ამ ოლიმპიადაზე ითხოვენ და გასწავლოთ ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ანუ თქვენზე დაშვება გქონდეს, დაშვება გვაქვს, თქვენ ხართ ჭკვიანი ბავშვები და რადგან აქ მოხვდით და ამას უყურებთ. უკვე ხვდებით, რომ ჭკვიანი ბავშვები ხართ და მაგაზე უკვე ეს პირობა მენულე შესრულებულია. და ვცდილობთ, რომ ყველაფერი გასწავლოთ ნულიდან. ჩვენ სილაბუსში, რომელსაც ცოტა ხანში გაგიზიარებთ, ნახავთ, რომ ჩვენ ვეხებით მათემატიკის, უმაღლესი მათემატიკის თემებს, რომელიც შეიძლება სკოლაში არ გაგივლიათ. გავლით Python-ს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ აუცილებლად იცით, როგორ უნდა დაწერო კოდი Python-ში. ან ჩვენ შევეცდებით, რომ გაგატაროთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ჩვენ რადგან მთელ ეს მასალა, რასაც თქვენ გასწავლეთ, ჩათვალეთ, არის დოქტორატურის მასალა. ზოგმა ბაკალავრ დამთავრებულმა, მაგისტრატურა დამთავრებულმა არ იცის იმდენი, რაც თქვენ გეცოდინებათ ამ კურსის გავლის შემდეგ.
ჩვენც ლექტორებმაც რა დასამალი ყველა თემა არც ერთმა არ ვიცით კარგად. მაგიტომაც ცოტა ხანში გაგაცნობთ ჩვენი წუთნელების ლექტორების გუნდს და ჩვენი მიზანი იყო რომ დაგვებალანსებინა ცოდნა. ამიტომაც რა თქმა უნდა ეს არის რთული მასალა. შესაბამისად თქვენგან იქნება საჭირო რომ კარგად მოემზადოთ, მოусმინოთ ლექციას, შეასრულოთ დავალებები, დასვათ კითხვები. ყველაზე მნიშვნელოვანია დასვათ კითხვები. კითხვის დასმის რა ფორმატი გექნებათ, მაგასაც შევეხები. შეგიძლიათ აქვე დასვათ კითხვები, შეგიძლიათ Discord-ში დასვათ კითხვები, ყველგან შეგიძლიათ დასვათ კითხვები. მთავარი რომ დასვათ. ვინაიდან სწრაფად გვიწევს გავლა, იმისგან მიუხედავად რომ თითქმის 9 თვიანი კურსი გამოვა, ვიწყებთ ოქტომბერში და ვამთავრებთ ივნისში. ამისგან მიუხედავად, მაინც რთულია, რომ ამ ხელა მასალა აქვსნათ. თან იმის ფონზე, რომ თქვენ შეიძლება არაფერი მსგავსი გამოცდილება არ ქონიათ. ამიტომაც თავარი არ შეშინდეთ, ან ჩვენ გვესმის რომ რთული მასალაა, არ დანებდეთ განსაკუთრებით დასაწყისში, რომელიც შეიძლება ყველაფერი უცხო იყოს. ან პირიქით, ვინც პროგრამირება კარგად იცით, პირველი რამდენიმე ლექცია იქნება სათამაშო ლექციები თქვენთვის, ხო? იმიტომ რაღაც Python-ის ცვლადებს უნდა ვილაპარაკოთ და მათემატიკაშიც რაღაც მარტივ რაღაცეებს, რაც შეიძლება თქვენ სკოლაში გაგივლიათ ან დამატებით გისწავლიათ. ამიტომ პირობად რომ აქ ვერ მოიწყენთ, იმიტომ რომ ისეთ თემებს შევეხებით, როგორიც არის დიდი ენის მოდელები, ფოტოების კლასიფიკაცია, ფოტოებზე ობიექტების დეტექცია, მულტიმოდალური თემებსაც შევეხებით, ხმის გენერირება, ხმიდან ტექსტის გამოშვება, ანუ ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით. ამიტომ წინასა გეუბნებით, რომ იქნება რთული, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. ჩვენ ვართ მაგალითად თქვენს გვერდით, ჩვენი მიზანია თქვენ შეგიტყოთ ხელი, რომ იყოთ წარმატებულები და ასევე გაუსვა მხარს, რომ იმისგან მიუხედავად, რომ ამ კურსის მიზანი არის ოლიმპიადის მომზადება, ასევე გვესმის, რომ შეიძლება ყველას არ გინოდეთ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება. და ისიც გვესმის, რომ ამ კურსს აქვს უფრო მეტის მოცემის საშუალება, ვიდრე მხოლოდ ოლიმპიადის მომზადება. ეს არის, რომ თქვენ შეიძლება ოლიმპიადა არ გაინტერესებდეთ, მაგრამ გაიგოთ ძალიან ბევრი რაღაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ეს ოლიმპიადა უბრალოდ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ამ ყველაფერში დაამატოს competitiveness-ი, ხო, რაღაც შეჯიბრება დაამატოთ. ეს შეჯიბრება კიდევ უფრო საინტერესო და სახალისოს ხდის ამ ყველაფრის სწავლას. მაგრამ ისიც გვესმის, რომ შეიძლება აქ ყველა ზოგი ხართ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებთ. გვინდა გითხრათ, რომ თქვენს სიამონებით ხართ, გიღებთ, რა თქმა უნდა, აქ რა თქმა welcomed, ასე ვთქვათ, ძალიან გვიხარია. მაგრამ იმასაც ხაზ უნდა გაუსვით, რომ თავარი მიზანი ამ კურსის არის, რომ მოუმზადოთ ოლიმპიადისთვის. კი ბატონო, უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენს ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ამ საერთაშორისო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, შედათ ნახოთ ამ ვებსაიტზე, რაც არის uiofficial.org. ეს არის რამოდენიმე ფოტო შარშანდელი გამოშვებიდან, სადაც წავიყვანეთ ორი ნაკრები, ვიყავით საკმაოდ დიდი დელეგაციით. ჩვენმა ნაკრების წევრებმა თემიკო მაჭავარიანმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და ანტონი გოროყვა მოიპოვა საპატიო სიგელი. და ძალიან ბევრი ჩვენი ნაკრების წევრი იყო ახლოს მედალთან და რაღაც იმის და გამო რომ რაღაც beginners luck არ ქონდა, პირიქით beginners დამწყებების უიღბლობა ქონდა და პლუს რაღაც პატარა გარე ფაქტორები, რადგან არ დავიწყებ ახლა წურს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შეგვეძლო. და ხო, როგორც fun parties დავამატოთ, ანუ მოგზაურობთ, ან გარდა იმისა, რომ ოლიმპიადაზე მოხვდებით საერთაშორისოზე და გაიცნობთ ძალიან მაგარ ბავშვებს, რომლებიც დიდი ალბათობით იქნებიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ ახალ OpenAI-ს, ახალ DeepMind-ს, ახალ Anthropic-ს, ან დაიწყებენ ძალიან მაღალ პოზიციაზე იქ მუშაობას, მათ გაიცნობთ. ანუ ეს არის კიდევ ერთი პლუსი ამ ოლიმპიადის, რომ თქვენ გაიცნობთ ძალიან მნიშვნელოვან ხალხს პატარა ასაკშივე, თქვენ ასაკშივე და მათთან ერთად ურთიერთობამ შეიძლება ძალიან ბევრი ბენეფიტი მოგიტანოთ მომავალში. და პლუს არის ძალიან ფან, ეს არის 7 დღიანი, 8 დღიანი ეგრეთ წოდებული ექსპედიცია, სადაც 2 დღე არის ოლიმპიადა, დანარჩენი დღე არის აქტივობებით სავსე, სადაც ჩვენ მოვინახულეთ ჩინეთის დიდი კედელი, მოვინახულეთ იქაური ბევრი საინტერესო ადგილი და გქონდა დრო იმის, რომ დავთქმარიყავით ახალი ქვეყნის ნახვითაც.
წელს 2026 წელს იქნება აბუ-დაბიში. აგვისტოში ძალიან სითხე იქნება, მაგრამ მერწმუნეთ მაინც ბევრი საინტერესო რამეს ნახვა შეიძლება. ესე დამატებით პატარა мотиваცია, რომ იქნება ხო ამას რა თქმა უნდა ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებთ, ანუ ჩვენი გუნდი და ჩვენი პარტნიორები, ეს თქვენ არაფერი ფულის გადახდა არ მოგიდათ, მაინც თეორიულ მეზე კითხვა გქონდეთ, არც კურსის გავლაში, არც ოლიმპიადაში და ოლიმპიადაში მონაწილეობაში და არც იქ წასვლაში არც ერთი თეთრის დახარჯვა არ მოგიწევთ. მაგაზე ეგეც მაინც ხაზი გავუსვათ, შეიძლება ვიღაცას გქონდეს ეკითხვა. და გაგვქვთ ჩანსი წარადგინოთ საქართველოს ნაკრები, რაც ძალიან მაგარია. ვიღაცეები ფეხბურთში წარადგენენ საქართველოს ნაკრებს, ვიღაცეები წარადგენენ კლავჭიდში, ვიღაცეები MMA-ში, ჩვენ წარვადგენთ ხელოვნურ ინტელექტში. ახლა მოგიყვებით ვინ ვართ ჩვენ? ანუ ეს ორგანიზატორი ვინ არის ამ ყველაფერს? ჩვენ ვართ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, GAIA, რომელიც აერთიანებს AI პროფესიონალებს, ენთუზიასტებს და კომპანიებს. ჩვენ ვართ არაკომერციული გაერთიანება და ჩვენი მიზანია საქართველოში AI-ის განვითარებაზე ვიმუშაოთ. AI განვითარება ხდება როგორც ბიზნესის ხარეს, როგორც community-ს, რო აი ბევრი შეხვედრა ჩავატაროთ, ჰაკათონები ჩავატაროთ, ასევე ხდება განათლების მიმართულებით და მთავარი პროექტი ჩვენი არის ეს AI ოლიმპიადა. რომელზეც უფრო დაწვრილებით, ასევე აქ ვლაპარაკობთ, მაგრამ რაღაც ტექსტურად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებსაიტზე. ახლა მოგიყვებით ხელმძღვანელებზე და ლექტორებზე. კურსის ხელმძღვანელები და თუ აქ ხართ, თქოთ, პარემ გავეცნოთ, ანუ რო ვიტყვით თქვენს ახალს თქოთ, ჩაერთო და მოგიყვებით თქვენ თავზე ერთ-ორი სიტყვა. ხო, მეც გაგეცნობით, მე ვარ შოთა ელყანიშვილი. მე ვარ ამ კურსის ხელმძღვანელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ლექტორი. ამჟამად მუშაობ Pinterest-ში, ვარშავაში ვცხოვრობ რამდენიმე წელია, მანამდე მუშაობდი Google-ში, Gemini Codasys-ში და რაღაც მანქანურ სწავლებაზე და ხელოვნებაზე დაახლოებით 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. ჩვენი თანა ხელმძღვანელები და კომიტეტის წევრები არიან კეთი, ნიკა და ლუკა და ირაკლი. ხო, კეთი, ხო. როგორც შოთა მახსენა ვიცე-ხელმძღვანელი ვარ ამ კურსის და ლექტორიც ვიქნები, შემდეგ ლექციას მე ჩაგიტარებ ამ შაბათს. მე branding-ს მუშაობ ახლა software engineer-ად და ხო, ეს არის. Google-ში სტაჟირებებიც ვახსენოთ კეთი. Google-ში სტაჟირება გავიარე ორჯერ. ნიკა, აქ ხარ? კი, გამარჯობა ბავშვებო. ამერეს ვერ ჩართო, იმიტომ რომ ენი არ მაქვს. მე ვარ ამ კურსის ხელმძღვანელი, შარშან ჩავერთე მე დაახლოებით დეკემბერში და ვიყავი მაშინ მენტორი, არ ვიყავი არც ლექტორი და წელს უკვე უფრო ლექტორი ვიქნები და მედია კარგად გაგიცნობთ რა. ვარ ამჟამად მონაცემთა მეცნიერი Liberty Bank-ში. მადლობა. ლუკა. გამარჯობა, ბავშვებო. მე ვარ ლუკა დარსალია. მეც მიკასნაირად. შარშან დეკემბერში ჩავერთო იგივენაირად, teaching assistant-ი ვიყავი. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, მაქსის ფაკულტეტზე. ეხლა ვმუშაობ TBC ბანკში AI ინჟინერად. და მედია მეც კარგად გაგიცნობ და კარგ რაღაცებს გავაკეთებ ერთად. ირაკლი? ბატონო, სალამი, მეგობრებო, მე ვარ ირაკლი, ამჟამად მუშაობ Google-ის ლონდონის ოფისში, software engineer-ად, აგის პარალელურად დაინტერესებული ვარ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების თემებით და ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს უფრო შედარებით მათემატიკური ბაზისის შესახებ ლექციებზე და მაგის გარდა ისედაც იმედი მაქვს, რომ ბევრი წარმატებული ინტერაქცია გვექნება. მადლობა. და გაგაცნობთ, ან ჩვენს ლექტორებიც ვიქნებით, მაგრამ ჩვენ დამატებით ლექტორების ბაზაზე რომ მოგიყვეთ, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ლექტორი, რომლებიც არიან საქართველოში თავის საქმის უბადლო პროფესიონალები. შევარჩიეთ რაც ეს ძალიან მოწიწებით, რომ
აგვერჩია ხალხი, რომლებმაც არა მარტო კარგად იციან თავის საქმე, არამედ შეუძლიათ ახსნაც და თუ ვინმეს რამე სიტყვა ეთქმის საქართველოს ხელინტელექტის განვითარებაში, შეიძლება თქვათ, რომ ცალსახად ან ჩვენი ლექტორია, ან რაღაც ფორმით დაგხმარებია და უბრალოდ დღეს ამ კურსზე ვერ ახერხებს ამ შემთხვევაში დაგვეხმაროს, მაგრამ აქ ვისაც ხედავთ, არის ყველა თავის საქმის უბადლო პროფესიონალი. არ ვიცი ყველა შემოხვედით თუ არა, მე უცებ გადაული ჩვენი ლექტორები არიან სადრო ბარნაბიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი ესეთ ძველი, არ ვიცი შეიძლება გაგიერთებათ Maxine AI, რომელიც ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც deep learning-ზე მუშაობდა საქართველოში, მაგის ერთ-ერთი წამყვანი researcher ინჟინერი, აქვს გამოცდილება მუშაობის. ყველას მოდი, ცაცაკი ხო არ მე არ გადავული, თუ აქ არის მოგვიყენ, მაგრამ მაგეთ ძალიან მაგარი ლექტორი NLP მიმართულებით, ლევან ცინაძე, პროფესორი computer vision-ის და ღრმად სწავლების უბადლო მცოდნე, საბას ტურუა, რომელიც არის წამყვანი AI Lab-ის ერთ-ერთი წამყვანი researcher-ი, ძალიან ბევრი გამოქვეყნებული ნაშრომით და ძალიან მაგარი მოდელების და ტრენინგებით, გუჯა, რომელიც არის ასევე ძალიან კარგი ექსპერტი მანქანური ხედვის, კომპიუტერული ხედვის, გურო, რომელსაც აქვს ასევე უდიდესი გამოცდილება კლასიკური მანქანური სწავლების, ასევე აქვს გამოცდილება დიდ AI პროექტებზე მუშაობის, ირაკლი ბარელაძე, რომელიც არის Quizly-ის ინჟინერი, TBS-ის data scientist-ი, ასევე კლასიკურ ML-ზე და NLP-ზე დიდი გამოცდილებით, ანზორი, სანდროსთან და ლევანთან ერთად Maxine AI-ის წარმომადგენელი და საკმაოდ კარგი NLP და deep learning-ის მცოდნე, რაც ბიოინჟინერიის ძალიან კარგი მცოდნე, გეგა, რომელმაც ახლახანს დაიწყო მუშაობა Mistral AI-ში, ერთ-ერთ წამყვან LLM-ის შემქმნელ ლაბში. ლევან ანთაშვილი, TBS-ის ერთ-ერთი წამყვანი data scientist-ი და ძალიან კარგი მცოდნე კლასიკური ML-ის და მათემატიკის ამ ყველაფრის უკან. გიორგი სეხნიაშვილი, რომელიც ასევე არის კარგად აქვს გამოცდილება diffusion მოდელებზე, sequential მოდელებზე, NLP-ზე, კლასიკურ ML-ზე. ირაკლი სალია საქართველოში computer vision-ზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე GPU პროგრამირების და performance-ის მაქსიმალურად წამოღების GPU-დან უბადლო მცოდნე ლაშა ფანცხავა, რომელიც არის ასევე წამყვანი მონაცემთა მეცნიერი და ზოგადად დეპარტამენტის უფროსი, თუ სწორად მახსოვს, TBS-ში research მიმართულებით არის უბადლო მცოდნე NLP-ის, computer vision-ის და ენის მოდელების, გიორგი კვინიკაძე, რომელსაც ლონდონში აქვს მასტერი გაკეთებული მონაცემეცნიერებაზე, მონაცემეცნიერების კლასიკურ მხარეს, კარგი მცოდნე, მისი მათემატიკის უკან და მოკლედ ეხლა მე ყველას გადავუყევი ჩემთ, რომ არ ვიცი ყველა შემოსულია თუ არა, მინდა რომ ყველაზე გსწოდნოთ, რამდენად მაგარი პროფესიონალები არიან, მაგრამ გთხოვთ, თუ აქ ხართ ლექტორები, თქვენს ეთერში თქოთ თქვენ თავზე და გაეცნოთ ბავშვებს. ლექტორები ჩუმად ვარ. მეგონა მარტო სტუდენტები იყვნენ ხოლმე ჩუმად. ეს მე დავარქვევ სიჩუმეს მაშინ. ინა გაცნობით როცა ვიწყებდით მაშინ თქვი ძალიან მიხარიათ და ეხლა რომ შემოვედი დაგვიანებით შეხვედრაზე და 100+ ადამიანი ვეწერა მიტინგზე. ნახტურა დავით. ძალიან მიხარია. ამის ნაწილი რო არ ამ ყველაფრის ძალიან მიხარია რა ვიცი რამდენი გავრამდენ მაგდით და პირველივე შაშანდელი წარმატების მერე შემდეგზე რამდენს მივახცევთ ამას ერთად ვნახავთ და ერთადერთი და ალბათ ყველაზე მთავარი ასკინდა რომ გითხრათ არის რომ ყველა ისეთი ადამიანი ანუ იმდენად ძალიან ბევრი ადამიანს იპოვით ამ გარემოში და ამ სოციუმში ისეთ რომელიც თქვენ ინტერესებთან მაქსიმალურად ახლოს იქნება და ყველაზე კარგად შეუძლია რომ ხელი შეგიწყონ. ამიტომ ეს რესურსი გამოიყენეთ მაქსიმალურად სტუდენტებიდან, მეგობრებიდან და დაწყებული და დამთავრებული ლექტორებიდან და ლექტორებთან გათანაბრებული პირებისგან. ამიტომ ყველაზე კარგად იმას შეიძლება AI-თან ინტერესებული ადამიანი იყოს, შეცვალებთან იმ ადგილას ხართ ახლა. ლევან შენც ამბობდი ხო რაღაცას
გეგასთან ერთად. ხო, არაფერი შოთა. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ლევანი. ალბათ კი არა და მოგვიწევს გადაკვეთა. რაღაცებს გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას, ჩემ ცოდნას, ვეცდები რაც შეიძლება გასაგებად, თან მეგობრულად. და მიხარია, მართლა კარგი და მართლა საინტერესო საქმის დაწყება და იმედია რომ უფრო დიდ წარმატებას მივახსოვთ მე უკვე ერთიანი შრომით სხვადასხვა ასპარეზზე. მადლობა. გამარჯობათ, მეც გაგეცნობით. შოთამ შვენივრად დაგვახასიათა ლექტორები, მაგრამ ეს დაგენახებით, მე ვარ გურამი. მიხარია ნამდვილად ამხელა ინტერესი რომ გამოიწვია AI-ის სწავლამ, ზოგადად მეც ლექტორული მიმართულებით მაქვს გამოცდილება TBC Tech სკოლაში ვასწავლდი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება რაღაც მხრივ გაუზიარო სხვა ადამიანებს, ამ შემთხვევაში თქვენ. ამიტომ მოხარული ვიქნები, ესე ვთქვათ, ყველანაირად რაც შემეძლება გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა. სხვა გაჩეს რაც შეეხება, არა მარტო ცოდნას მიიღებ ჩემი აზრით, აქ როგორც ასე ვთქვათ, გეგამაღნიშნა, გაიცნობთ ერთმანეთს და ასე ვთქვათ, კაი community შეიქმნება, რაც სამომავლოდ დაგეხმარება თქვენი კარიერული წინსვლისთვის. ამიტომ დროებით და წარმატებას გისურვებთ. მადლობა გურო. კიდევ ხო არ არის ვინმე ჩვენი ლექტორი? ეხლა შემოგიერთით ბოდიშით. სალამ გიორგი. აღწერას ვაკეთებდით თუ ზუსტად ამ წამს თუ შემოგვიერთდი, უბრალოდ ჩამოვუარეთ ლექტორებს მე ჩემი სიტყვით თქვი რამდენიმე თქვენ შესახებ, ვინ რას ბავშვებს დამენახებენ რამდენად მაგარი ლექტორების შემდგარი გუნდი ასწავლის და შენზე რომ მოგვიყვა ერთ-ერთი სიტყვა და რავი, როგორ რას ურჩევ ბავშვებს, შეგვიძლია ესეც დავამატოთ. ოკეი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ გიორგი კვინიკაძე. ამჟამად მუშაობ TBC-ის Growth State Data Scientist-ი ვარ. პირველ რიგში ალბათ იმას ვიტყოდი, რომ თქვენ ასაკში ესეთი კურსი ძალიან მაგარი შესაძლებლობაა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი პროექტი გააკეთა და ვინც ამ შესაძლებლობას იყენებთ, მოკლედ, სულ ბოლომდე არ გავყვეთ და რაღაც სტარტერად იყოს ეს თქვენთვის, მოკლედ ძალიან ღირებული იქნება და ძალიან ბევრ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომში უეჭველად გამოგადგებოთ. ამ კურსში რაღაც გარკვეულ ნაწილს მეც წავიკითხავ და რაღაც შევეცდები, რომ ჩემი გამოცდილება რაც არის არა მხოლოდ აკადემიური მიმართულებით, ასევე პრაქტიკული მიმართულებითაც მაქსიმალურად გაგიზიაროთ. ასევე ალბათ ყველაზე მთავარი რაც უნდა იყოს თქვენი მხრიდან არის, რომ რაც შეიძლება ბევრი კითხვა დასვათ და ეცადოთ, რომ ჩემი დრო ან ნებისმიერი სხვა ლექტორის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ. რავი, სულ ეს არის მგონი მთავარი key point-ები რაც არის, დანარჩენს უშუალოდ როცა შევხვდებით, მას შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ. მადლობა. მადლობა გიორგი. აქ კონი სლაიდებზე გამომჩა, მაგრამ დავამატებ, რომ ჩვენი კურსის კოორდინატორი არის სალომე სულამანიძე, რომელიც აქ არის თუ არა, არ ვიცი. თუ აქ არის სალო, უთხარი გამარჯობა ბავშვებს. თუ არა და მოკლედ სალომე ხო. გამარჯობა, მე ვარ სალომე სულამანიძე. მეც თქვენსავით სკოლის მოსწავლე ვარ, ახლა ვარ მე-12 კლასში. დავიქნები ამ კურსის კოორდინატორი, წინა წელსაც ვიყავი და წელსაც თქვენთან ვიქნები და თუ კი რაიმე ტექნიკური კითხვები გექნებათ, ან ნებისმიერ შეგიძლიათ მე მომმართოთ. კი, სალომე არის ის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა, იმიტომ რომ ამ ხელა კურსის დამენეჯმენტება არის ძალიან რთული, ამდენი ლექტორის ამდენი ბავშვის, ამდენი კალენდრის, ამდენი ივენთის ერთმანეთში დამეჩვარი ძალიან რთული და სალომე არის ადამიანი, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფერში და კიდევ ერთხელ მადლობა და მადლობა სალომე, რომ წელსაც გვეხმარება. ოკეი. კაი, მოდი ხა ნელა კონტენტზე გადავიდეთ, რას ვისწავლით. სილაბუსსაც გავაზიარებ, გაგიზიარებთ, მე გეტყვით, სად შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი შევეხებით. ხო, კურსის თემები. თავიდან დავიწყებთ. ძირითადად გავავლით არის Python-ი, მანქანური სწავლება, კლასიკური მანქანური სწავლება, რაც არის თქვათ,
როგორ დააფრედი, როგორ მიხვდე სახლის ფასები, თუ მოგცემ ბევრი სახლის ფასებს, როგორ მიხვდე სახლის ფასი რა არის, ვისწავლეთ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა რაღაც, მოკლედ კლასიკური მანქანური სწავლება, ვისწავლით ზოგადად მასწავლების deep learning-ის მეთოდებს, რაც არის ნეირონქსელებით ამოცანების ამოხსნა ფაქტობრივად. ამისთვის გამოვიყენებთ PyTorch-ს, Python-ის frameworks, რომელიც არის დღესდღეობით ერთ-ერთი de facto არჩევანი ამ ყველაფერში. შევეხებით NLP-ს, რაც არის ტექსტთან მუშაობა, შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ტექსტის კლასიფიკაცია, მაგალითად რა, რო წაიკითხავთ რაღაც კომენტარს, არის ეს პოზიტიური, ნეგატიური, მსგავს სტილის ამოცანები, გადავჭრით ამოცანებს, როგორიც არის მაგალითად ფოტოზე რა ხდება მაგისი აღწერა, თქვა ფოტოდან ტექსტის გენერაცია, შევეხებით საკითხებს, როგორიც არის ფოტოები, computer vision-ი, რაც არის ფოტოებზე ამოცნობა ობიექტების, რა არის სად არის ლოკალიზაცია ამ ობიექტის, სეგმენტაცია, ასევე შევეხებით აუდიო ჩანაწერებსაც, როგორ შეიძლება რასაც ვლაპარაკობთ, გატექსტეს აი სუბტიტრების გაკეთება, როგორ შეიძლება ვთქვათ, როგორ შეიძლება ტექსტის გენერირება, ასევე generative AI-საც შევეხებით, როგორ ხდება ტექსტის გენერირება, როგორ ხდება ფოტოების გენერირება, diffusion მოდელები შეიძლება გაგიგიათ, მაგ ყველაფერს შევეხებით, ვნახავთ როგორ ტრენინგდება და ჩვენც დავატრენინგებთ პატარა მოდელებს. მოკლედ საკითხებს ძალიან ბევრი რაღაცა შევეხებით. ამ ყველაფერთვის გამოვიყენეთ Python-ს და მოგვიწევს რომ გავიაროთ რაღაც მათემატიკის გავლაც, იმიტომ რომ ეს საკითხები მოითხოვს მათემატიკის კარგ ცოდნას. აქ არის გულისხმობა რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც ძალიან მაგრად ამოცანების ამოხსნა. აქ მათემატიკური ინტუიციაზე არის, აქ ამოცანებს არ ამოგახსნევთ მათემატიკაზე. ამ კურს ფრაგლებში თქვენ უბრალოდ მოგიწევთ კარგად ისწავლოთ და წამოგყვეთ და გაიაზროთ, რასაც აგიხსნით. იმიტომ რომ იმ ყველაფრის გააზრებისთვის, რაც ამ თეორიას უკან უდგას, არის მათემატიკა საჭირო. და ჩვენ პირობას მოგცემთ, რომ ისი არ იქნება, რომ რაღაც ისეთ აგიხსნით, რაც არ იცით. რაც საჭირო ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ ხადია მაგის გააზრება და ერთმანეთთან დაკავშირება საკმაოდ რთული იქნება. და ჩვენ ყველანაირად მოგეხმარებით, მაგრამ მოლოდინიც გვაქვს, რომ თქვენ ენერგიას არ დაიშურებთ, რომ თქვენთაც იმეცადინოთ და გაიაზროთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ხო, ასეთ რთულ თემებს, რა თქმა უნდა, მარტივად რთულია რომ ისწავლოთ. ახლა ლოჯისტიკასაც შევეხოთ, ორიოდე სიტყვით. Live ლექციები ჩატარდება ოთხშაბათს და შაბათს, თბილისის დროით 19 საათზე. ლექციის ყველა ლექცია ჩაიწერება და ვიდეოები აიტვირთება YouTube-ზე, რასაც გაგიზიარებთ, ამ Discord-ზე გავაძლევთ ყველა ინფორმაციას. YouTube-ზე და გაზერდება Discord-ზე. შეგახსენებთ, რომ აქ ნიშნები არ იწერება, ესაც სკოლის საგანი არ არის, ხო? ნიშნები არ იწერება. დავალებები იქნება თქვენი განვითარებისთვის და აქაც ნიშნები არ იწერება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა დავალება შევასწოროთ და ქულა დაგიწეროთ, რომ რაღაც ფიდბექი მოგცეთ, მაგრამ ასე ნიშნები არ იწერება და რაღაც კურსის ბოლოს რაღაცა გამოცდა არ გექნებათ, რომ აბა თუ ჩააბარეთ, არ ჩააბარეთ. ანუ ეს კურსი მაგ ვალდებულებას არ გაძლევთ. დავალების პასუხი აიტვირთება Discord-ზე და გექნებათ მაგალითად ნომა. მაგრამ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს, ეგრეთ მოგესმოდეს დავალებებზე. შეკითხვა შეგიძლიათ დასვათ ლექციისას, თუ კურს live ფორმატში უყურებთ და თუ ჩანაწერს უყურებთ, ან თუ თქვათ ჩვენს კურსზე live რეჟიმში დასწრებაზე ვერ მოხვდით და ამ ჩანაწერსაც უყურებთ, ისე რომ თქვათ იმ ხალხში ვერ მოხვდით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენამდე არ მოვიდა ინფორმაცია სამწუხაროდ, ან რაღაც რაიმე მიზეზის გამო თქვათ ვერ დაწერეთ ეს შესარჩევი ტესტი, ან ისე კარგად ვერ წაიღო, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ღიაა. თუ ამ კურსზე მოხვდით ახლა live-ში გვესწრებით, არ ნიშნავს, რომ სხვა ვინც ვერ მოხვდა, იმას რაიმე სახით დისკრიმინაციაა, არანაირი. ყველა ინიციატივა რაც გვაქვს, ყველაფერზე, ყველა შეუძლია დასწრება. ეროვნული ნაკრების შესარჩევი როცა ჩატარდება, რასაც 2 წუთში მოგიყვებით, როგორ ხდება ნაკრების შერჩევა, როგორ მოხდება, მანდაც აბსოლუტურად ყველას შეუძლია დასწრება. გაიარა ჩვენი კურსი, არ გაიარა, გაიარა live რეჟიმში, Discord-ზე შემოვიდა, არაფერი, ეს არის ყველას შეუძლია.
უბრალოდ ცხადია ეს არის ჩვენი მხრიდან საშუალება რომ თქვენ გასწავლოთ რომ მე უფრო წარმატებლად დაწეროთ ეს შესარჩევი, ხო, ცხადია. გვაქვს თავისუფლება რომ გაიაროთ თქვენ ტემპში როგორც თქვენ გინდათ, თუ თქვა თქვენთვის 4 შაბათი სასურველი დრო არ არის, შეგიძლიათ უყუროთ ლექციებს, მაგრამ ცხადია ჩვენგან ძალიან ძლიერი რეკომენდაცია, strong რეკომენდაცია არის რომ ხოვთ დაესწროთ ლექციებს live რეჟიმში, იმიტომ რომ ლექტორებთან გაქვთ ერთიაზე შეგიძლიათ დასმის უფლება, თან უფრო პასუხისმგებლობაც მაღალი გაქვთ, როცა ესწრებით ლექციას. ამიტომაც ჩემი თხოვნა და რჩევაა რომ დაესწროთ, მაგრამ გვესმის რომ ეს დღეები შეიძლება ყველას არ გეცალოთ, ამიტომ მაგ შემთხვევაში უყურეთ თქვენ ლექციას. თუ ლექციაზე თქვენ ლექციას უყურეთ თქვენ ჩანაწერის სახით და გაგიჟდათ რაიმე სახის კითხვა, არ მოგერიდოთ, გავცვით შეკითხვა Discord-ის channel-ზე და ვიღაც აუცილებლად გიპასუხებთ. ეს ვიღაც შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ლექტორი, შეიძლება ის ლექტორი, ვინც ეს ლექცია ჩაატარა, შეიძლება თქვენი teaching assistant-ები, შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი ჩვენგან. მოკლედ, შეიძლება თქვენ თვითონ გასცეთ პასუხი ერთმანეთს, ხო? ჩვენი მიზანია რომ შექმნათ, ესე იგი, ძალიან ცოცხალი community Discord-ის სერვერზე და დიახ ლუკა კითხვა გაქვთ? თუ ჩაგერთოთ მიკროფონი უბრალოდ. დიახ, შემთხვევით ჩავერთო, ბოდოს ვიხდი. არაუშ, არაფერი. ხო, თუ რამე კითხვა გაქვთ, ხო, ან ჩატში მოეწერეთ, ან დასვით, არ არის პრობლემა. ჩატში ხო არა რამე კითხვა, რაც ხო, კეთილი მიპასუხე, კი ბატონო. ხო, მოგეცალ ლოჯისტიკა. რაც მინდოდა რომ მეთქვა. ეხლა როგორ მოხდება ნაკრების შერჩევა? ნაკრების შერჩევა შარშან ისე მოხდება როგორც შარშან და ახლა ნუ რადგან ახლა უმეტესობა შევა პირველად ხართ, მოგიყვებით როგორ იქნება ნაკრების შესარჩევი. ნაკრების შერჩევა იქნება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იქნება ჩატარდება დაახლოებით მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, ზუსტად რიგებს ცხადია, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ რაც წინასწარ ხა ერთ თვით ადრე ან ორი კვირით ადრე რაღაც ლოგიკური დროით ადრე გეცოდინებათ და იქნება ონლაინ. გექნებათ ესე იგი multiple choice ფორმა და შემოსახაზები რო არის თქვათ, ონლაინ იქნება. და როგორც ეს ტესტი იყო, რაღაც ეგეთ ფორმატში იქნება, ანუ ძალიან ბევრი კითხვა, ცოტა დროში, ანუ მიზანი არის რომ მაკსიმალურად შევზღუდოთ თქვენი მხრიდან გადაწერის საშუალებები, ასე თქვათ. და ამ ფორმატის შემდეგ აირჩევიან 30-50 საუკეთესო ბავშვი. აქ რაოდენობა ჯერ არ არის, აქ არ შეიძლება 30 ნაკლები იყოს, შეიძლება 50-ზე მეტი იყოს. ზუსტად არა, დაახლოებით წარმოდგენა რომ შევკრათ მაგაზია ეს რიცხვები. იმედზეც არის დამოკიდებული, რამდენად კარგად დაწერენ ბავშვები, რაღაც ჩვენ ახლა არ გვინდა რომ ბევრი შევზღუდოთ ძალიან, მაგრამ რაღაც ტოპ რაღაცაში და მოხდეთ ცხადია. და მეორე ეტაპი ჩატარდება ივნისის შუაში სადღაც და აქ იქნება ზუსტად ისეთი ფორმატი, როგორიც არის ოლიმპიადაზე. ფიზიკური იქნება, კომპიუტერებთან დაჯდებით და 4-6 საათის განმავლობაში მოგიწევთ 3 ამოცანასთან გამკლავება. ეს ამოცანა არ გეცოდინებათ, ცხადია, კოდი დაწერა შეგეძლებათ, აქ LLM-ების და ჩატბოტების გამოყენება მაქსიმალურად იქნება შეზღუდული, შეიძლება მთლიანად იყოს შეზღუდული, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ რაღაცა ცაცახადაც ვერ ჩაუგდებთ LLM-ს და ვერ კითხავთ solution-ი დამიწერე. ესე ვერ იქნება. ხო. ეს არის ნაკრების შერჩევა. ხო, და დამატებით ინფორმაციისთვის, ესე იგი, Discord-ის მოსაწვევი არის აქაც და კეთილად ჩააგდო ამ სლაიდებს რო გაგიზიარებთ. შეგიძლიათ ახლა აქაც ჩატში მეილებზეც გაგიზიარებთ, მოკლედ ამ ინფორმაციას. ეხლა შეიძლება არ ხართ. ხო, ასევე კიდე ერთი ინფორმაცია, ვინც live რეჟიმში ესწრებთ, ან ვინც მოხვთ ამ live რეჟიმში, მათთვის შექმნით Google Classroom-ი, სადაც დავალებებს ატვირთავს. მაგრამ ეს შეიძლება Discord-ად გადაკეთდეს, ამიტომ მაგაზე ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ თუ მოგეთ Discord-ის მოსაწვევები მეილზე შეამოწმეთ, რომელთაც თქვენ წერეთ, რომელთაც თქვენ დაწერეთ შესარჩევი, ტესტი იმ იმეილზე მოგივიდოდათ მოსაწვევი Google Classroom-იდან. შეიძლება spam-ში შეამოწმოთ, ან all emails-ი და მან ნახოთ, შეიძლება რაღაც spam-ში მოყვა. კი ბატონო. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია. სლაიდებზე ახლა გამახსოვს, რამდენი ინფორმაცია არ დამატებია და ამიტომ ახლა გადავული. ასევე
ვინც შარშან თქვა ჩვენ კურსს გადიოდა იმისთვის იქნება რაღაც ახალი სიახლე, რაც არ იცოდა თქვენთვის საცხად სიახლე იქნება ვინც პირველად ესწრება ჩვენ კურსს. იმათვის წელს იმისათვის რომ უფრო მეტად ჩართული გაგხადოთ პროცესში და გვესმის რომ ეხლა დაახლოებით 58 ლექციის გავლა მოგიწევთ თუ 60 და რაღაც ლექციის გავლა მოგიწევთ დღეიდან კურსის ბოლომდე. გვესმის რომ ეს ძალიან ბევრი თეორია. ჩვენ დავაბალანსებთ ძალიან ბევრი პრაქტიკული ამოცანებით, ძალიან ბევრი დავალების მოცემით და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე გვესმის რომ რთულია ამ თეორიას გავყე ბოლომდე. ამიტომაც რა ინიციატივაც თქვენმა ლექტორების და საორგანიზაციო გუნდმა მოიფიქრეთ, არის AI ლიგის ჩატარება. რაც ნიშნავს, რომ დაწყებული იანვრიდან, როცა უკვე აკუმულირებული გვექნება საკმარისი ცოდნა, დაახლოებით თვეში ერთხელ ეგრე მოუწევს, გვექნება კონტესტი. ან გვექნება ოლიმპიადის სიმულაცია. ანუ ისეთი ანუ ერთი დღე 6 საათი ჯდებით ფიზიკურ სივრცეში ვიკრიბებით, მაგის დეტალებს გაგიზიარებთ ყველაფერს, რაღაც ყველა ქალაქის ასეთ ქუთაისში გვექნება ერთი ადგილი, თბილისში, ზუგდიდში 100 ადგილებში გვექნება. თითო ადგილი სადაც შეგიძლიათ რომ დაწეროთ, გეყოლებიან ზედამხედველები რომ გადაწერა და რაღაცები არ მოხდეს, მაგრამ დამეჯერთ ის თული ამოცანა იქნება, მან გადაწერა ვერ გამოგივათ, შემოსახაზი არ იქნება, ამოცანა გექნება დასაწერი. ამოცანა ისე და ისე ვარი რომ მაგალითად შემოგდის ფოტო და უნდა თქვა ფოტოზე ადამიანი იღიმის თუ მოწყენილია სიტყვაზე. რაღაც გავსი სტილის ამოცანები იქნება, რაც ძალიან მაგარი ამოცანა და ძალიან საინტერესო ამოცანები იქნება. იქნება ოლიმპიადის ფორმატით. და ამის მიზანი იქნება, რომ ერთგვარი ჩემპიონატი იქნება. და ჩემპიონატის ბოლოს, ანუ ქულები აჯამდება, ვინც მეორე ტურზე შემოგვიერთდება, ან მინიმალური ქულა, ან საშუალო ქულა დაეწერება, მაგის დეტალებს გაგიზიარებთ იანვარში. და მიზანი მოკლედ რომ წლის ბოლოს ეს ამით ნაკრები არ შეირჩევა. ეს როგორ დამატებითი side quest-ი, რასაც თქვენ გააკეთებთ, იმის რომ სულ პრაქტიკაში იყოთ, სულ ამოცანები აკეთოთ და მიზანი იქნება რომ ყოველი ახალი მოდულის გავლის შემდეგ თქვათ აი კომპიუტერული ხედვა გავიარეთ, უკვე გექნებათ ერთი კონტესტი. მერე გავიარეთ მეორე მოდული, მეორე ისეთი ძირითადი მოდული გავიარეთ, გექნებათ გექნებათ კიდევ ახალი წერა. მერე ქულები აჯამდება და წლის ბოლოს ტოპ გამარჯვებულებს, ტოპ 3, ტოპ 5-ს გადაეცემა ფულადი პრიზები. ეს ფულადი პრიზები, ფულადი პრიზი არ იქნება, ნუ იქნება უფრო GPU-ს ფიქრობთ, რომ GPU გადაეცემა, ან კრედიტები რომელიმე cloud provider-ისგან. ანუ რომ GPU ვინც არიცით, არის graphical processing unit, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ gaming-ისთვისაც, კი, მაგრამ უმეტესად გამოყენება ჩვენ სფეროში აქვს დიდი მოდელების დატრენინგებისთვის და ამ მოდელებისთვის საინტერესო ამოცანების სწავლებისთვის. უკაცრავად, ანუ ეგ ყველაფერი ინგლისურად წარიმართება, რა თქმა უნდა, ხო? თუ ქართულად? რას გულისხმობთ? წარმართვაში რა იგულისხმება? ამოცანის ტექსტი ქართულად ეწერება. ქართულად? კარგით. ინგლისური შეიძლება, მაგრამ ქართულად რა გვიშლის ხელს, რო? ტექსტი ორივე ენაზე გვექნება ბოლო-ბოლო და კოდი ინგლისურად უნდა დავწეროთ სამწუხაროდ. კოდი პითონურად უნდა დავწეროთ, ხო? რაც იგივე ინგლისურია, გაცმა რო თქვას. და ლოკაციაზე უფრო დაზუსტებით თუ გვეტყვით? დიდი ალბათობით დიდ ქალაქებში გვექნება და ეხლა რადგან წინას არის ერთ ადრე გეცოდინებათ ადარი, გთხოვთ რომ რაღაც უახლოეს ქალაქში სადაც თქვენ გატყობთ, ერთი დღით ჩახვიდეთ. მაგის თხოვნა გვექნება, გვესმის რომ ეს არის დისკომფორტი, მაგრამ ონლაინ არ გვინდა რომ გაკეთეთ ეს ყველაფერი, გვინდა რომ იყოს ფიზიკურად ჩავატაროთ ეს ყველაფერი. და ეხლა ზუსტ დეტალებს გაგიზიარებთ ერთვით ადრე, თქვათ აი სად გვექნება ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები, სად ჩატარდება, გეტყვით და იქ უნივერსიტეტში მიხვალთ, ან რაც შეიძლება ჯიტას ტექნოპარკი იყოს და იქ კომპიუტერთან დაჯდებით და ამოხსნით ამოცანებს. რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარდება? კი. გასაგებია მოდი. აი ოლიმპიადა, ისა ფინალური ტური მარტო თბილისში ჩატარდება. ის შიდა ეროვნული ოლიმპიადის ტური. ხოლო ეს AI ლიგა მაქსიმალურად შევეცებთ რომ ბევრ ქალაქში გავანაწილოთ, მაგრამ ნუ პატარა ქალაქებში ვერ გამოგვივა ცხადია. მაგრამ თუ გვეცოდინება რომ თქვათ, თქვენ პატარა ქალაქში ხართ 10 მოსწავლე, მანდაც რაღაცას ვიპოვოთ. თქვენგანაც გვეცოდინება რომ ბევრი მსურველი ხართ. ისე და ისე ვინც ახლა ამ ჩანაწერს უყურებს, გავიმეორებ რომ არ არის აუცილებელი ამ კურსზე იყო დარეგისტრირებული
ან ამ კურსის live რეჟიმში მოხვედრილ ჯგუფში იყო, რომ ეს ოლიმპიადა გაიარო, ეს ტური გაიარო. ამას ცალკე გამოვაცხადებ, გაიადადებს ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარებიან ამის სოციალურ ქსელებში პოსტებისთვის, რომ რაც მეტ ადამიანს მივწვდეთ. თუ თქვენ მერე ნახულობთ, თქვენთვისაც ღია ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. GPU კონტენტს გარეშე როგორ გამოვიყენოთ თუ გავიმარჯვე? კარგი კითხვა. აი მაგის უპოვით გამოყენებას არა რას ყენებას უპოვით. სერვერს მოგცემთ და მე SSH-ით დაუკავშირდი შენი ლეპტოპიდან. და დინა მე ის გავუკეთე. ხო, ალბათ რომ PC GPU-ები იყო, მაგრამ მანდაც არ არის გადაწყვეტილი არაფერი. Cloud GPU-ც იქნება, მაგრამ პრიზები დამიჯერეთ, ძალიან მაგარი პრიზები იქნება, მაგაზე არ იდარდოთ. ხო, მოკლედ ეს იყო რაც AI ლიგაზე მინდოდა რომ მეთქვა. CPU bottleneck is a corner, კი ბატონო. ხო და კიდე რისი თქვა მინდოდა, ამავდროულად ჩვენ ვინაიდან გვყავს რამდენიმე მოსწავლე, ნაკრების წევრი, შაშადელი 8 მოსწავლიდან 7 წელსაც იღებს მონაწილეობას. მერვე თენიკო, ვინც ბრინჯაოს მედალი აიღო, წელს უკვე სტუდენტია. ხო, აქ გავუსვამ ხაზს, რომ თუ ამას ჩანწერში უყურებს ადამიანი და 2026 წლის ივნისში სკოლის მოსწავლე არ იქნება, ან მე-12 კლასი თუ დაამთავრა მოსულა, ან თუ უკვე დამთავრება 2026 წელს, თუ სკოლის მოსწავლე არ არის, ვერ შეძლებს ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობას, ვერც იმ AI ლიგაში ვერ იღებს მონაწილეობას. კურსის ყურება ჩვენი მიზანიც არის, რომ საქართველოში AI განათლება რაც შეიძლება გავავარცოთ, ამიტომ თუ უყურებთ, კი ბატონო, უყურეთ, Discord-ზე შემოდით, კითხვები დასვით და გვიმეგობრდით, მოგვეხმარეთ, ჩვენს მოგეხმარებთ, რა თქმა უნდა. თუ ხო, ოლიმპიადაზე გასვლა მხოლოდ სკოლის მოსწავლეს შეუძლია. და კიდე იმას ვამბობდი, რომ სკოლის ეს 7 მოსწავლე, ვინც შარშანაც იყვნენ, წელსაც გამოდიან და მათთვის გავაკეთეთ კიდე ერთი დამატებითი კურსი, რომელიც თქვენი კურსის პარალელურად წავა. მაგრამ ამაზე ასეთ სასახას შეზღუდვა, რომ თქვენ ვერ დაესწრებით, არ იქნება. ანუ, ნახეთ, ის არის advanced კურსი, რომელშიც ჩვენ გონებაში მოვიცავთ, რომ ეს კურსი რაც ახლა ჩვენ უნდა გასწავლოთ ამ 60 ლექციით, ეს ყველაფერი უკვე მეტნაკლებად გავლილი გაქვს და თემა მივყვებით და paper-ებს და სამეცნიერო სტატიებს ვკითხულობთ, ამოცანებს ხსნით და იქაც ცალკე კურსი გვაქვს. რაზეც წვდომა გექნებათ ყველას. თქვენი რეკომენდაციაა, რომ თუ ახლა სწავლობთ, იმაზე დასწრების დიდი აზრი არ აქვს. ანუ იქ ლინკს გაგიზიარებთ, თქვენც ვისაც გაქვთ სურვილი და თუ თვლით, რომ თქვენ უკვე რაღაცები იცით, ეხლა სილაბუსიც გექნება წვდომა და თუ გაინტერესებთ რაღაც, შემოდით. ანუ მაგალითად ყველა შეგიძლიათ შესვლა, მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეიძლება უფრო დაიზაფროთ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ესე რთული მასალა და მაგრამ ისიც რა თქმა უნდა ჩანაწერები კეთდება, ანუ როგორც კი თქვენ რაღაც აქ მაგრად მოიხოდებით, ასე ვთქვა და მაგარ რაღაცებს ისწავლით. იმის გავლაც შეგეძლებათ, რაღაც საინტერესო ლექციების გავლა შეგეძლებათ და შიგნით ჩახედავთ. ანუ ეს უბრალოდ მეორე წელს კეთდება, იგივე იქნება შემდეგ წელს, ვინც თქვენ ამ წელს წარმატებით გავივლით კურს, ეხლა იგივე სხვა არ გაგატარებთ მეორეჯერ. ამიტომაც გავსი კურსი იქნება შემდეგ წელსაც. ფორმატი არის, რომ ვინც უკვე ეხლა ესენი იცის, ისინი რომ არ მოდუნდნენ, იმათვის გვაქვს ეს კურსი, თუ თქვენში შეიძლება ჩვენ ხო ყველას არ გიცნობთ. ანუ შეიძლება თქვენ ზოგ ხო ასევე ვინც შარშან ჩვენი კურსი გაიარა, თქვა თავი რამდენიმე თქვა ალექსი, რამდენიმე ვიცი ვინც თქვა გაიარა ჩვენი კურსი და თქვა ნაკრებში ვერ მოხვდა, ან საერთოდ ოლიმპიადაზე ვერ გამოვიდა, რამდენიმე თქვენგანი ვიცი, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა მაგ დროსაც ოლიმპიადაზე ფინალური ეტაპი იყო, ხო? ვინც ნამდვილად გაიარა ჩვენი კურსი, იმათ ანუ ასე არ ვანაწილებთ, ყველას შეუძლია შემოსვლა რა, ასე თქვა. და შემოდით, რა თქმა უნდა, იქაც მაგრამ ისინი გაიარეთ ჩვენი რეკომენდაცია და თუ თქვენ ეხლა თქვა არ გიცნობთ ყველას და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ეს მასალები მეტნაკლებად იცით, ოღონდ გუცხრა და თქვენ თავთანაც რომ მართლები იქნებით ეგრე დარწმუნებული, შემოდით, შეეცადეთ გავლა იმ კურსისაც, რატომაც არა. ისევ გამიმეორებ რომ ყველაფერი ჩაიწერება, მეორე დღეს დაიდება YouTube-ზე. მეორე კურსის დროები არის სამშაბათი 19 საათი
და შაბათი 4 საათი. რამე კითხვა ხო არ გვაქვს სანამ სილაბუსებზე გადავალ და უცებ შეგახედეთ სილაბუსებს. Okay. მაშინ შეხვედრების ხანგრძლივობა რამდენი ხანი იქნება? ჩვენი რეკომენდაცია ლექტორებთან არის რომ ცადონ რომ ჩაეტიონ 2 საათში, საათნახევარი ყველაზე ისე საათნახევარი 2 საათი არის ყველაზე კარგი დრო, მაქსიმალური ცადონ 2 საათნახევარი. 3 საათი რამდენიმე ლექცია ჩატარდა შარშან და ძალიან დაიღალნენ ბავშვები და გვესმის და ისეთი პროდუქტული ვერ გამოვიდა. Sweet spot არის ყველაზე კარგი ადგილი არის საათნახევარი 2 საათი. 2 საათნახევარი გაჭირვება რა. 6 საათი ჩატარდა შარშან რაღაც შედარებისთვის ერთ-ერთი ლექცია რა. ნეგა აღარ მახსოვს, სიმართლე გითხრეს ნიკა. ეგ იყო 6 საათი 3 საათი ორჯერ ჩატარდა და გადაება თუ 1-6 საათი იყო, ეგ აღარ მახსოვს. არა, მე მგონი ანზორმა არ დაინდო. ხო. ანუ ეხლა ზოგი საკითხი მართლია და გვესმის, რაღაცები გაიწელება, მაგრამ თუ გძნობთ რომ ვეღარ უსმენთ, არ არის პრობლემა რომ გახვიდეთ და მე თქვენით მოусმინოთ ამ ყველაფერს და არაფერი მან პრობლემა არ არის. ოღონდ ისე და ისე ძალიან გთხოვთ რომ თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაესწრით ლექცია. შესაძლებლობა გაქვთ გულისხმობ რომ რაღაც სხვა რაღაცად არ ემთხვევა უფრო მნიშვნელოვანს, სხვა წრეს ემთხვევა ისე არის რა, არჩევანი არა ხო გვესმის ახლა რაღაცები რა თქმა უნდა. მაგრამ მოგეთ ჩვენ თხოვნაა რომ დაესწროთ და live ინტერაქციას შემოხვიდეთ. კითხვის დასმით არ შეგეშინდეთ, არ მოგერიდოთ. კითხვები პირიქით გვიხარია, იმიტომ ჩვენთვის უფრო დაგვეხმარება რომ გავიგოთ სად ხართ, რა ეტაპზე ხართ და რა შეგვიძლია დახმარება. ეგ ბევრად კარგი იქნება ჩვენთვის. ამიტომ გთხოვთ არ მოგერიდოთ კითხვების დასმა. ოკეი, კაი, ახლა უცებ სილაბუსს გადაგახედეთ. ეს არის თქვენი სილაბუსი. რომელიც გაწერილია ხო ჯერჯერობით კალენდარში მხოლოდ 6 ლექცია გიზით ეს დასაწყისში რატო მე მოგიყვებით თუ გაიგეთ რატო არის მარტო 6 და მეტი არა მაგრამ ნენელა დავამატებ სხვა ლექციებსაც სხვა კალენდარში აგიზებათ სულ ბევრი ლექცია და ყველა მოგეთ გაწერილია ესე თარიღებით არის ამასაც გაგიზიარებთ ანუ ამ დოკუმენტს გაგიზიარებ Discord-ში იქნება და შეგიძლიათ ნახოთ ყოველჯერზე პლუს კალენდარში თუ ჩაიხედებით მაგალითად ეხლა თუ კალენდარში ჩაიხედებით მოიცა თუ ჩაიხედებით ნახავთ რომ აი თუ დააწვევით აქ მეტნაკლებად აღწერა მიწერია ანუ რაცა ლექტორი ვინ არის და რა ტოპიკი იქნება ანუ ეს არის ნუ წამოსული კოდი მაქვს დაწერილი რომელიც ამას პარსავს და ამის მიხედვით აკეთებს მაგ ყველაფერს რაც აქ არის იგივე იქნება იქაც რა კი ბატონო. ხო კეთი. პატარა ჩარტოს გავაკეთებ, შემდეგი ლექცია 1 საათით ადრე მომიწევს რომ გადავიტანონ. ამიტომ 6 საათზე იქნება შაბათს. ხო, კი, მაგას ჩავასწორებ კალენდარში. ხო, ეგ არის რომ ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა ლექტორს არ ცალია და შეიძლება რამდენიმე საათ ადრე შეიცვალოს. შევეცდებით რომ რაც შეიძლება ადრე გაიგოთ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება რაღაც ძალიან სწრაფად მოხდეს, რაღაც ლექტორები ჩვენ რაღაცები ხდება რა ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც შეიძლება უცებ ვეღარ შევძლოთ ჩატარება იმ დღეს. ყველაფერი ან აღდგება, ან სხვა ლექტორი ჩაატარებს, ან რაღაცა სულ იქნება, რა მოგეთ მაგაზე არ იდარდოთ, ყოველთვის იქნება გამოსავალი. დიახლიზი? ერთი კითხვა მაქვს. უბრალოდ ვერ გავიგე ზუსტად და ამ შაბათს იქნება თუ ზოგადად მასე იქნება? ამ შაბათს 1 საათ ადრე იქნება. კალენდარი თუ Google კალენდარს გამოიყენებთ, Google კალენდარში იქნება ყველაფერი up to date. ან როგორც კი Google კალენდარში ჩაიხედებით, წერია 6 საათი, ესე იგი 6 საათზე. ამ შემთხვევით არ იქნება. თუ წერია 7 საათი, 7 საათია. ანუ შეიძლება რომ გამოიყენოთ Google ყველა, ანუ თავარი სიმართლის წყაროდ, ანუ ground truth-ად შეხედეთ, მოკლედ კალენდარს, Google კალენდარს, სადაც თქვენი იმეილებია ჩამატებული. ზოგიერთმა თქვენგანმა მომწერეთ იმეილზე მახსოვს, რომ თქვენი მშობლის იმეილი დარეგისტრირეთ და თქვენი იმეილი გინდათ რომ ჩავამატო და მაგას გამოვასწორებ, ჩავამატებ. თუ ასევე ვინმე ხართ ასე Discord-ზე მომწერეთ ან იმეილზე მომწერეთ შეკითხვები
მოგეთ ხო ყველაფერში მოგიხმარებთ, რომ ლოჯისტიკა ყველაზე ნაკლები პრობლემა გავხადოთ, მოდი, ანუ ყველაზე მეორე ხარისხოვანი პრობლემა იყოს ლოჯისტიკური პრობლემები რა. ჩვენ შევესწრებთ ყველაფერს, მაგრამ გაგვიგოთ, რომ ზოგჯერ ხო რა, ისე გამოდის, რომ ზოგჯერ რაღაცები ლექტორებს პრობლემები უშვება და ვეღარ ჩაატარებენ იმ დროს, მაგრამ ყველანაირად ადეკვატურ დროში შევესწრებთ, რომ გაგიგებინოთ ხოლმე რა. მაგრამ დღეს არის სტრუქტურის გაცნობა, რაც მალე დამთავრდება რაღაც ალბათ 15-20 წუთში მოვჩებით ამ ყველაფერს. შემდეგ კეთი მოგიყვებათ AI-ზე, რა ამოცანები იხსნება AI-ში, ცდილობთ რაღაც დაგაინტერესოთ და გაგააზრებინოთ თქვენ რამდენად ყოველდღიურობაში იყენებთ AI და შეიძლება ერთგულად ვერ იგებდეთ და რა ტრენდებია ზოგადად. შემდეგ დავიწყებთ Python-ის crash course, სადაც დავიწყებთ სვადები, if-else-ი, სადაც ირაკლი მოგიყვებათ ამ ყველაფერზე. Python-ის მოგეთ ყველა ინფორმაცია. შემდეგ დაიწყებთ უკვე ნოემბრიდან დაიწყებთ მათემატიკას, კერძოდ ფივალგებრას. მერე გიორგი მოგიყვებათ სტატისტიკის და ალბათობის შესავალზე, იმისთვის რომ კარგად ფუნდამენტურად გაიაზროთ შემდეგ კლასიკური და არა მარტო კლასიკური ML-ის მოდელები. შემდეგ ვისწავლეთ კალკულუსის ერთი ლექცია გვექნება რომ რაღაცები ვისწავლოთ ისე დონეზე რომ გავიაზროთ, ისე და ისე. აქ ამოცანებს არ ამოგახსნენოთ მათემატიკაში, ეს გამიწარმოე, ამის ინტეგრალი დამითვალე. მსგავსი ამ რაღაცები არ გექნებათ. უბრალოდ მიზანი იქნება რომ თქვენ გაიგოთ იმდენი შინაარსობრივად ისე გესმოდეთ რომ მე ყველაფერი გაიაზროთ. გავივლით კლასიკურ მანქანური სწავლების მეთოდებს, გავივლით ღრმა სწავლებას, ნეირონქსელები როგორ მუშაობენ, მაგას გავივლით ფოტოებთან მუშაობას, ფოტოებზე კლასიფიკაციის ამოცანის ამოხსნას, ობიექტის დეტექციის ამოცანის ამოხსნას. ეს diff column-ი არის მოკლედ შაშან დელტაშდებით რა გასხოვება. ამ შაშან ჩატარდა ეს ლექციები, ზოგი ლექცია შეგიძლიათ შაშანდელიც ნახოთ, ზოგი ლექცია წლევანდელი. მერე გადავალთ უკვე ტექსტთან მუშაობაზე, NLP-ზე. შემდეგ შევეცდებით უკვე ვისწავლოთ LLM-ებთან დაკავშირებით, როგორ არის LLM-ი დატრენინგებული, რა არის RAG-ი, რა არის აგენტები, როგორ მუშაობს მულტიაგენტური სისტემები, როგორ ხდება ტექსტის გენერირება, როგორ ხდება ფოტოების გენერირება, როგორ შეიძლება თქვა ხმაზეც ლექციები, აქ არის ლექტორების ჩამონათვალი. და ხო, აქ მეტნაკლებად თარიღებში წერია AI ლიგის ტურები როდის ჩატარდება. ოღონდ ეს არის უფრო კვირა, აი 11 იანვრის კვირაში ჩატარდება. მაგრამ ეს შეიძლება მაინც პარაგვაის არ მოხდეს. უმეტესად მოხდება ხოლმე ან უფრო კვირა დღეს ჩატარდება ხოლმე. ანუ ალბათ 12 იანვარს იქნება სავარაუდოდ ეს. მაგრამ ამას ბოლომდე არ ენდოთ. მაგაზე ცალკე კალენდარს გამოვაცხადებთ. ამას უბრალოდ ჩვენთვის არის ნავიგაციისთვის. ამაზე მოკლედ AI ლიგაზე ცალკე კალენდარი გექნებათ, მაგრამ აქ დაახლოებით მიხვდებით რომელი ლოგიკური მოდულის დამთავრების შემდეგ გექნებათ ახალი AI ლიგის ტური. კი ბატონო. ეს არის სილაბუსი, მეორე სილაბუსიც არის, ეს არის უკვე მეორე კურსელების, ვინც მეორე წელს გადიან და აქ არის პეიპერები და აქ ამ პეიპერებზე თვითონაც მოკლედ ასეც გაგეზიარდებათ. კი ბატონო, რამე კითხვა ხო არ გაქვთ? არა. კი ბატონო, მოდი მე ხა პრინციპში ამით მორჩი ლექციას, გამორთავ ჩაწერას და თუ იმეს გსურთ თქვენ თავის გაცნობა, თქვენი მოლოდინებზე საუბარი და უბრალოდ ლექციის გარეთ საუბარი გავაგრძელოთ. გამორთავ recordings.